გადაცემა შეისარგე კვლავ ყველაზე ჯანსაღ ტალღაზეა 100 და 3-ზე, ბუნებრივია რადიო მედეფემის ეთერში. დიდი ხანია დავიწყებას მიეცა დრო, როცა ადამიანები პრაქტიკულად არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ სხეულზე არასასურველი თმის არსებობას. თანამედროვეობაში ყველას ესმის, რომ სუფთა გლუვი კანი არა მარტო ესთეტიურია, არამედ ადამიანის სისუფთავესა და აკურატულობაზე მიუთითებს. ნელ-ნელა ალბათ სამუზეუმო ექსპონატი გახდება სამართებლები, დეპილატორები და ცვილები, რადგან ჩვენ აშკარად ლაზერული ეპილაციის ეპოქაში და ბუმში ცხოვრობთ. გარშემო არჩევანი მართლაც დიდია და ლაზერული ეპილაციის რომელ მეთოდს უნდა მივენიჭოთ უპირატესობა, ამაზე კლინიკა Oxford Medical Georgia's ექიმი, კოსმეტოლოგი ქალბატონი ანა ბაკურაძე გვესაუბრება. მოგესალმებით ქალბატონო ანა. მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. ესევე. ოქსფორდში დანერგილია ლაზერული ეპილაცია ინოვაციური ელოს აპარატით და სწორედ ამაზე გვინდა რომ ვისაუბროთ დღეს. რას ნიშნავს ზოგადად რა აპარატია ეს? რაში მდგომარეობს მისი ინოვაციურობა? და აი ასეთი მეთოდით ეპილაციის უპირატესობებზე რომ გვესაუბროთ. მინდა დავაზუსტო რომ ეს არ არის ლაზერული ეპილაცია. ხშირად მეკითხებია და ხშირად ვუხსნი რომ ეს არ არის არც ლაზერული და არც ფოტოეპილაცია. ეს არის ელოს ეპილაცია, რომლის არსიც მდგომარეობს ელექტროოპტიკური და რადიოტალღოვანი სიხშირის ენერგიის შერწყმაში. და ზუსტად ეს განაპირობებს მის უნიკალურობას იმაში, რომ აი ამ რადიოაქტიური და ელექტროოპტიკური ენერგიის მოქმედებით ხდება თმის ფოლიკულის დაშლა და რამოდენიმე პროცედურის შემდეგ საერთოდ გაქრობა ამ თმის ფოლიკულის. კიდევ რითი განსხვავდება სხვა აპარატებისგან იმით, რომ ხედავს ქერა და ჭაღარა თმას. ანუ არ არის აუცილებელი რომ მხოლოდ მუქ თმაზე იყოს ორიენტაცია აღებული. და 4-6 პროცედურის შემდეგ საერთოდ ქრება თმა, ანუ ხდება თმის ფოლიკულის დაშლა. ანუ ეს ალბათ მაინც ინდივიდუალურია და რაც შეეხება როცა იმიტომ ვამბობთ 4-6 პროცედურა, შეიძლება 3 პროცედურაში იყოს შედეგი, შეიძლება 5-ში, შეიძლება 6-ში და ხდება იმპულსების შერჩევა კანის ტიპის, ფერის, თმის ტიპის და ფერის გამომდინარე. აი როცა სახეზეა ჰორმონალური დარღვევა. როდესაც ზოგადად ჰორმონალური დარღვევა ორგანიზმში, მაშინ ხდება კომბინირებული მოქმედება. რა თქმა უნდა ხდებოდეს მკურნალობაც იმ ჰორმონალურ დარღვევას აღმოფხვრა და პლუს ეს ეპილაცია რომ თმა მოვიშოროთ ზედაპირ თავისით არ დაცვივდება, თუ არ მოხდა გარეგანი ჩარევა. პლუს მკურნალობა ჰორმონებს. ნუ ეს ენდოკრინოლოგის პრეროგატივა უკვე. აი ამ შემთხვევაშიც 4-6-იანში მაინც მიიღება შედეგი. რა გააჩნია როგორ დაექვემდებარება თვითონ მკურნალობას და როგორი ტიპის დარღვევაა ჰორმონალური. შეიძლება უფრო მეტი დაგჭირდეს 7-8, მაგრამ შედეგი პირველი, მეორე მოქმედების შედეგადაც უკვე კარგად ჩანს და პაციენტი კმაყოფილია. ნელ-ნელა ხდებით ეტაპობრივად ხდება. ერთი გაკეთება არ არის პანაცეა არაფერში, რომ ერთი გაკეთებით სრულად განიკურნოს პაციენტი, მაგრამ შედეგი და ეფექტი ხდება პირველივე გაკეთებიდან. და უშუალოდ პროცედურაზე რომ გვესაუბროთ, როგორ ხდება ეს პროცედურა? ესეთ პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებული არის თუ რომელ არეალზე ვაკეთებთ ამ და რამდენად ფართო სპექტრია მოცული იმისი. თვეში ერთხელ კეთდება. აბსოლუტურად უმტკივნეულოა. არ აქვს არანაირი უკუჩვენება და გართულებები. ერთადერთი თავს ვიკავებთ ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში, მაინც არ მოხდეს რაიმე პროვოცირება, სხვა არანაირი უკუჩვენება არ არის და აბსოლუტურად უვნებელია. ანუ ახასიათებს თუ არა აი შეშუპება სიწითლე რაღაც. იცით რა, შეშუპება ერითემა, შეშუპება არ ახასიათებს, მაგრამ აი სიწითლე ერითემა ახასიათებს, რომელიც ისიც ინდივიდუალურია. ზოგს 15 წუთში გასდის, ზოგს 1 საათში, ზოგს თქვა შეიძლება მეორე დღემდე, მაგრამ ისე გამოხატული რაიმე გართულებები და ისე არ ახასიათებს. და არის თუ არა რაღაც რეკომენდაციები, რაც როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი, ვთქვათ, ეპილაციის წინ, ზოგადად არსებობს თუ არა ესეთი რეკომენდაციები და შემდგომ, ვთქვათ, რა არ უნდა გააკეთოს? ერთადერთი რეკომენდაცია, რაც არის ეპილაციის წინ, ეს არის, რომ თვითონ ზედაპირი საფარველი კანის უნდა იყოს სუფთა თმისაგან. ანუ არ უნდა იყოს ზემოდან. აი ზოგ ეპილაციაზე არის მაგალითად თმები გრძელი და შემდეგ ხდება მოქმედება. აქ არა, იმიტომ რომ იმპულსი კარგად ჩავიდეს ფოლიკულაზე და მოხდეს მისი დაშლა.
იცით როგორ არის თვითონ ზოგი მომზადებული მოდის პაციენტი ზოგს ჩვენ თვითონ ვეხმარებით აი მომზადებაში და შემდგომ პროცედურის შემდგომ ჩვენ თვითონ უსმევთ დამწრობის საწინააღმდეგო კანის გაღიზიანების საწინააღმდეგო მალამოს და თუ ცოტა ისეთი სუსტი და ისეთი ნაზიკანი აქვს სახშიც 2-3 აპლიკაციის იმას ვაძლევთ რეკომენდაციას სხვა განსაკუთრებული მეტი არაფერი რა ინტერვალებია საჭირო, აი რა ინტერვალებითაა საჭირო პროცედურის გამეორება? 4 კვირაში, 5 კვირაში ერთხელ აუცილებელია რომ გავიმეოროთ პროცედურა. არა აქვს მნიშვნელობა თმა წამოსული არ არის ის აუცილებლად უნდა განმეორდეს, აი როგორც მკურნალობის კურსი ისეა. არ არის ესე თქვათ ახლა მე მჭირდება და გავიკეთებ ან როგორც მკურნალობის კურსი ისე უნდა ჩავიტაროთ 4-6 ან რამდენიც გჭირდება და საერთოდ გაქრება თმა და აუცილებლად უნდა გკითხოთ ბევრს აინტერესებს ხალებთან მიმართებაში ზოგადად ლაზერული ეპილაციის მოქმედება და აი ამ შემთხვევაში ელოს ეპილაციაზე რამდენად უსაფრთხოა იცით ეხლა თუ ძალიან მოდებულია კანზე ეს ხალები და როგორც ვეძახით ჭორფლი იცით ესეთ შემთხვევაში არ არის აბსოლუტურად უნებელი თუ კანს ზემოდან არის ამოზრდილი უფრო მეჭეჭის მაგვარი ან პაპილომა ვირუსული უბრალოდ არ ვადებთ იმ არეალზე იმ შემთხვევაში არ არის ხოლმე იქ ესე ხშირად ესე თმიანი საფარო არ ვადებთ იმ ხალზე და დამთავრდა სხვა არანაირი გართულებას აბსოლუტურად უვნებელი არანაირი უკუჩვენება აი ამ მოქმედებას არ აქვს არც ლაზერია არც ფოტოა არც სულ სხვა რაღაცაა როგორც თქვი არის ელექტრო და რადიო ტალღური სიხშირის შერწყმა რომელსაც აბსოლუტურად არანაირი მავნებლობა არ მოაქვს ორგანიზმზე ანუ ეს არის კონკრეტულად სრულიად ელოს ეპილაცია. იმიტომაც თქვი ელექტრო და ოპტიკურ ენერგიის სინერგი. ესეც ისრაელის აპარატია და იცით ხშირად მოდიან ხოლმე ჩვენთან პაციენტები და ხშირად არის ინტერნეტში რომ ელოს ლაზერის ეპილაცია სხვა კლინიკები აცხადებენ. ელოს ფოტოეპილაცია, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ელოსის ორიგინალი აპარატი არის მხოლოდ ჩვენს კლინიკაში. და ხოლოდ ჩვენი კლინიკა უზრუნველყოფს ამით მკურნალობას კი. ანუ არ არის ეს არც ლაზერი და არც ფოტო ვიმეორებ. ეს არის ელოს ეპილაცია. მარტივად ესე ქვია. და მაინტერესებს აი თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, მამაკაცები რამდენად ხშირად მამაკაცებიც სარგებლობენ, კი. კი, მამაკაცებიც სარგებლობენ, ეხა ქალებს ვერ დაეწევიან სიხშირით, მაგრამ ნამდვილად ისინიც ხშირად სტუმრობენ ჩვენს კლინიკას. ეთერში მუსიკალური პაუზის შემდეგ ბრუნდებით, ეპილაციაზე არანაკლებს დაინტერესოთ თემით. დაგველოდეთ. ბრუნდებით ტალღაზე 103. შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის სტუმარია კლინიკა Oxford Medical Georgia's ექიმი კოსმეტოლოგი ანა ბაკურაძე. ბატონო ანა, გარდა ლაზერული ეპილაციისა, უკაცრავად ელოს ეპილაციისა, თქვენთან არსებობს ესეთი მეთოდი ელოს გაახალგაზრდავება. რა ხდება პროცედურის დროს და ზოგადად ამაზე რომ მოგვიყვეთ. ელოს გაახალგაზრდავებაც, ანუ ელოს ლიფტინგი, ელოს კაპილარების და ვასკულარების გაქრობაც ხდება ელოსის აპარატით. ოღონდ ისიც სხვადასხვა თავი უკეთდება ამ აპარატს. ესეც აი ამ რადიოტალღური და ელექტროოპტიკური ენერგიის ხარჯზე ხდება ჩვენი ორგანიზმის კოლაგენის გამომუშავება და ელასტინის. კოლაგენი ის კომპონენტია, რომელიც სახეს მდგრადობას ანიჭებს და ელასტინიც ესევე ელასტიურობას. ესეც 3 კვირაში ერთხელ კეთდება სახეზე და მართლაც დაუჯერებელი შედეგები აქვს. მინიმუმ 5-6 სეანსი უნდა ჩაუტარდეს პაციენტს. აბსოლუტურად სახეს უბრუნებს ბუნებრივ ფერს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აკრობს კაპილარებს, აი ვასკულარებს, დადებითად მოქმედებს, ესევე რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ნაწიბურებზე. აი შრამს რო ვეძახით, ძალიან ეფექტურია. შლის აი ამ მსხვილ ნაოჭებს, წვრილ ნაოჭებს საერთოდ ალაგებს. და ესეც საკმაოდ ესეთი ძალიან ინტენსიურად და ძალიან ერთ-ერთი წამყვანი პროცედურაა აპარატურულ პროცედურებს შორის.
და რამდენად უსაფრთხოა. ესეც ესევე უსაფრთხოა, იგივე პრინციპით ხდება მოქმედება კანზე, ოღონდ აქაც კანის ტიპის და სიმუქისგან გამომდინარე ვარჩევთ სასურველ იმპულსებს და ამის მოქმედების შედეგად მივიღებთ სასურველ შედეგს. და აი სახის გაახალგაზრდებას რაც შეეხება, თქვა ამ აპარატით, რა ასაკიდანაა რეკომენდებული? რაც შეეხება იმ დროს ეპილაციის შემთხვევაში გამომშე, ეპილაცია რეკომენდირებულია, ელოს ეპილაცია 14 წლიდან. მანამდე არ კეთდება და სახის გაახალგაზრდების შემთხვევაში რეკომენდირებულია უკვე 30 წლიდან. 28-30 წლიდან უკვე როდესაც იწყება ჩვენ სახეზე ეს პირველი ნაოჭის ჩამოყალიბების პროცესი. რამდენი სეანსია დაახლოებით საჭირო ამ შემთხვევაშიც გაახალგაზრდების ინდივიდუალურია. ზოგადად აი ესე 5-6 სეანსი 3-2 კვირაში ერთხელ. ხანგრძლივობაც აქაც დამოკიდებულია პრობლემაზე და ნაოჭების სიღრმეზე. სიღრმეზეც კი. და რამდენ ხანს ნარჩუნდება ეფექტი? ეფექტი საკმაოდ გახანგრძლივებულია, 1 წელი და მეტი, იმიტომ რომ ეს ხელს უწყობს ჩვენი ბუნებრივი კოლაგენის წარმოქმნას. და როდესაც ეს იგი ხდება ორგანიზმის ბუნებრივი კოლაგენის წარმოქმნა, ის უფრო გახანგრძლივებული მოქმედება. ღრმა ნაოჭების შემთხვევაში თავად განსხვავება იქნება მაინც უფრო მინიმალური. რა თქმა უნდა, ღრმა ნაოჭები საერთოდ უფრო ძნელად დასამარცხებელი პრობლემაა და ხდება ამ ღრმა ნაოჭების გაშლა. წვრილი ნაოჭების შემთხვევაში ხდება საერთოდ ალაგება. იცით როგორ არის პრინციპი საერთოდ სანამ მოვახდენთ აი ამ აპარატის ზემოქმედებას კანზე, ხდება რა თქმა უნდა კანის ანტისეპტიკური დამუშავება და სახეზე უსმევთ სპეციალურ გელს. რომელიც ეს გელიც ხელს უშლის სახეს თერმოგადახურებისაგან და მისი შეღწევადობაც კანში ხელს უწყობს აი ამ კოლაგენის წარმოქმნას. აპარატურული მოქმედება პლუს გელი იწვევს და მივყავართ აი ამ შედეგამდე. და თვითონ პროცედურას რაც შეეხება, რაც გზნობს პაციენტი, თქვა რამდენად უმტკივნეულოა უშუალოდ პროცედურა. პროცედურა უმტკივნეულა, მხოლოდ შეიგრძნობა თბური მოქმედება. სითბური მოქმედება. აი ამ ელექტრო და აი ამ რადიოს ხარჯზე სასიამოვნოც კი. კი, ძალიან სასიამოვნო და პაციენტს ყოველთვის ვეკითხებით, ხომ არ არის თუ მტკივნეულია ის პაციენტისთვის, ან მეტად აღიქვამს მისი რეცეპტორი, მაშინ ჩვენ იმპულს ვუწევთ და ვაყენებთ შესაბამის მისთვის სასურველ იმპულსს. უნდა იყოს გაძლებადი, არ უნდა იყოს მტკივნეული, რომ არ გამოვიწვიოთ თერმული დაზიანება კანის. და შემდგომ პროცედურის შემდგომ ტოვებს თუ არა კვალს რამდენიმე დღით მაინც. ერითება სიწითლე ამ შემთხვევაში. სიწითლეც ინდივიდუალურია. ზოგ პაციენტს უწითლდება, ზოგს ნაკლებად, ზოგს მეტად გააჩნია კანს. ისე რომ აი რამე კვალი დატოვოს არა, პირიქით. აი თქვენ ახსენეთ კუპეროზიც, ხო? ცილსაღებისგანაც თავისუფლებს თქვა ამ პრობლემისგან, კიდევ რა პრობლემებისგან შეიძლება გათავისუფლდეს კანი რა ამ ელოს აპარატის მეშვეობით, თქვა იცით სხვადასხვა აი მაგალითად აკნეს სებორიას შემთხვევაშიც მოდიან ჩვენთან პაციენტები. ოღონდ აქაც ხდება კომბინირებული მკურნალობა, როგორც დერმატოლოგის, ესევე აპარატურული. მარტო ელოსით მკურნალობა არ ხდება ამ პრობლემის. ეს დერმატოლოგიურით და პლუს აპარატურული მკურნალობა ძალიან ეფექტურია. აშორებს ესევე პიგმენტაციას. კანის ეს კუპეროზები, კაპილარებზე მოქმედება და სხვადასხვა ესეთი ხა როდესაც მწვავე პროცესი აქვს პაციენტს სახეზე ან რაღაც ესეთი მწვავე აკნე, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არა. მაგრამ შემდგომს ალბათ უფრო პოსტაკნე ფორები, სებორეა ძალიან ეფექტურია, ძალიან ეფექტურია. ჩვენ შევახეთ სახის გაახალგაზრდებას და მოდით აი ელოს აპარატის გარდა ზოგადად მიმოვიხილოთ რა მეთოდებით ხდება თქვენთან მიმიკური ნაოჭებისგან გათავისუფლება. ეს ელოსი ეს არის აპარატურული გაახალგაზრდების მეთოდი და ჩვენთან არის ესევე ინექციური გაახალგაზრდება, რაც მდგომარეობს მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, პლაზმათერაპია, ბოტოქსის, დისპორტის ინექციები, ესევე ვაკეთებთ საშუალო და ზედაპირულ პილინგებს, ღრმა პილინგებსაც, სამედიცინო პილინგებს, რაც ესევე ძალიან ეფექტურია.
ну თითოეული მეთოდი განკუთვნილია გააჩნია პრობლემა, თქვა რა პრობლემით მოდის პაციენტი ჩვენთან. დისპორტის და ბოტოქსის ინექციები კეთდება ღრმა ნაოჭებზე, შუბლის და თვალების გარშემო მიდამოში, რომელიც ეს ბოტოქსი და დისპორტი არ არის მკურნალობა კანის, ეს არის კუნთის გაშეშება. დიახ. რა ეს ღრმა ნაოჭი ყველაზე ეფექტური ნაოჭების დასამარცხებლად შუბლის და იმის არის ეს. რა თქმა უნდა, პაციენტს შეუძლია მეზოთერაპიაც გაიკეთოს ბოტოქსთან ერთად, ბიორევიტალიზაციაც, პლაზმა ლიფტინგიც, მაგრამ ეს აი კლასიკურად რომ მივყვეთ, აი კლასიკურად მკურნალობის მეთოდს, ვიწყებთ პილინგით. საწყის ეტაპზე პირველი ეს არის პილინგი. შემდეგ მოდის ან ბიორევიტალიზაცია, ან მეზოთერაპია, ან პლაზმა ლიფტინგი და ვამთავრებთ ბოტოქსის ინექციით შუბლზე და თვალების გარშემო. თუ ღრმა ნაოჭი გვაქვს, აი ცხვირტუჩის ნაოჭს, რასაც ვარ, ამის ამოვსება ხდება ფილერით. ისევე სუფთა ჰიალურონის ამომავსებლით, ხო, ჰიალურონის მჟავით ამომავსებლით, ესევე ძალიან კარგი პრეპარატებია ჩვენთან და ერთი წელი მინიმუმ ერთი წელი არის გარანტია ეფექტის შენარჩუნება. აი ბოტოქსის შემთხვევაში მგონი უფრო მცირეა, ხო? ბოტოქსის დისპორტის შემთხვევაში 6-8 თვე. ესეც ინდივიდუალურია. ნუ განმეორებით შემთხვევაში როცა იკეთებს პაციენტი, უფრო ხანგრძლივია ეფექტი. რაც შეეხება მეზოთერაპიას, ესეც მინიმუმ 5 პროცედურა კეთდება, ეს არის ესეც ინექციური მეთოდი, რომელიც სახეში შევკავს სხვადასხვა ვიტამინები. ნუ პრობლემიდან გამომდინარე. და ესეც რა თქმა უნდა ზოგს სჭირდება 6-7, ზოგს მეტი ინექცია. პლაზმა ლიფტინგის შემთხვევაშიც ესევე. ეთერში სულ მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით ამ საინტერესო თემით. ბრუნდებით კლინიკა Oxford Medical Georgia's ექიმთან, კოსმეტოლოგთან, ქალბატონ ანა ბაკურაძესთან ერთად და ქალბატონო ანა პლაზმურ ლიფტინგზე საუბრობდით თქვენ და აი უფრო დეტალურად რომ მოყვეთ როგორ ხდება ეს პროცედურა. რა მეთოდით? პლაზმურ ლიფტინგი ეს არის ერთ-ერთი ინექციური მეთოდი, რომელიც ხდება მხოლოდ პაციენტის საკუთარი სისხლით. ხდება ესე იგი ვენიდან სისხლის აღება სპეციალურ კონტეინერში, რომელიც შემდეგ ცენტრიფუგის აპარატში ხდება აი ამ სისხლის დამუშავება, ანუ ცენტრიფუგირება, რის შედეგადაც პაციენტის საკუთარი აუტოპლაზმა გამოეყოფა სისხლის სხვა ფრაქციებს და ეს აუტოპლაზმა გამდიდრებული არის პაციენტის მხოლოდ საკუთარი სისხლით ხდება პაციენტის ჰორმონებით, ამინომჟავებით, ცილებით, ტრომბოციტებით. შემდეგ ხდება ამის შეყვანა ინექციურად სახეში და იწვევს სახის გაახალგაზრდავებას, ანუ ლიფტინგს, პროლიფერაციული უჯრედების წარმოქმნას, სისხლის მიმოქცევას და ძალიან ფართო დანერგილია და ძალიან ეფექტური პროცედურაა, ძალიან მოთხოვნადია პაციენტების მხრიდან. პროცედურაც კეთდება 2 კვირაში ერთხელ, 3-4 პროცედურა და ამასაც გახანგრძლივებული ეფექტი აქვს. და ბიორევიტალიზაციაცაც რომ მოგვყვეთ. ბიორევიტალიზაციის შემთხვევაში პროცედურა ესეც ინექციურია და ტარდება სუფთა ჰიალურონის მჟავით. ნუ გვაქვს სხვადასხვა ფირმის პროდუქცია. წამყვანი ფირმების აბსოლუტურად ყველას თავის გაკეთების პროტოკოლი აქვს და იმის მიხედვით თუ როგორ კეთდება, ესეც უბრალოდ ეს არის ჰიალურონის მჟავი. ეს ჰიალურონის მჟავის ზემოქმედებით რო შევყავს კანში ხდება წყლის მოზიდვა. ანუ სახის დატენიანება, რომელიც ზრდის კანის ელასტიურობას, ესეც საერთოდ ალაგებს წვრილ ნაოჭებს, შლის მსხვილ ნაოჭებს, სახეს უბრუნდება ელასტიურობა, ტენიანობა, ფერი და ესეც ფართოდ დანერგილი და ძალიან ეფექტური. ამასთან ერთად კიდევ გვაქვს მეზოთერაპია. მეზოთერაპიის შემთხვევაშიც ხდება პროცედურების ჩატარება ვიტამინების კოქტეილით, ნუ A, B, C, D, პლუს ჰიალურონის მჟავა, კოლაგენი, ელასტინი, სხვადასხვა კოქტეილებია და ამის ინდივიდუალური შერჩევაც ხდება პაციენტის პრობლემიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე.
ეს პროცედურა ტარდება კვირაში ერთხელ, მინიმუმ 5. ამის შედეგადაც მიიღწევა ისეთივე ეფექტი, რაც მიიღწევა, თქვათ, პლაზმა ლიფტინგის და ბიორევიტალიზაციის შემთხვევაში. ესე იგი, ჩვენ პაციენტს თითოეულ პროცედურას ვურჩევთ ინდივიდუალურად. რომელ პაციენტს რა ჭირდება საწყის ეტაპზე, შეგვიძლია გავაკეთოთ აი ამ პროცედურების კომბინაციაც. შეგვიძლია გავაკეთოთ პლაზმა ლიფტინგი პლუს ბიორევიტალიზაცია, ესევე დავიწყოთ პროცედურა ბიორევიტალიზაციის პროცედურებით და შემდეგ გადავიდეთ მეზოთერაპიაზე. პრობლემიდან გამომდინარე. ზოგ პაციენტს თავისი მოთხოვნა აქვს. აი მე მაგალითად მინდა მხოლოდ პლაზმა ლიფტინგი, მხოლოდ საკუთარი სისხლით მინდა ვიმკურნალო და არ მინდა თქვათ ეს სხვა დანამატები. ამასაც ვითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს რჩევასაც ვაძლევთ პრობლემიდან გამომდინარე და თავარია მივიღოთ სასურველი შედეგი. ხდება ესეც და ვაკეთებთ კომბინაციაშიც. სამივე შემთხვევაში ეფექტურია, სამივე შემთხვევაში ვაღწევთ ეფექტს ინდივიდუალურობიდან გამომდინარე. ესევე ძალიან ეფექტურია ფილერებით, ანუ ამომავსებლით მკურნალობა, ოღონდ ეს უფრო ხდება ცხვირნაუჭის შემთხვევაში, ესევე კონტურული პლასტიკა, ტუჩის გადიდება, რასაც ეძახიან. და ასე შემდეგ, უფრო ესეთი მსხვილი ნაუჭის ამოსავსებად. ესეც შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ კომბინაციაში მკურნალობა, აი იგივე მეზოთერაპიით, პლაზმოთერაპიით, ბიორევიტალიზაციით და პლუს ფილერიც. პლუს ბოტოქსიც კომბინაციაშიც ხდება, ერთადაც ხდება ყველაფრის გადა. ნუ რა თქმა უნდა დროის ინტერვალში, მაგრამ შეიძლება ყველაფერი ერთადაც გაკეთდეს. დიდი მადლობა, ქალბატონო ანა, ძალიან საინტერესო დამომწურავად გვესაუბრეთ. მსმენელმაც დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო ინფორმაცია მიიღო როგორც ელოს აპარატის, ასევე ზოგადად სახის ახალგაზრდების იმ მეთოდების შესახებ, რომელიც თქვენს კლინიკაშია დაანერგილი, ასე რომ როცა არსებობს კოსმეტიკური პრობლემა, არსებობს ელოს აპარატიც, არსებობს უამრავი საინტერესო მეთოდი, რაზეც ქალბატონმა ანამ ისაუბრა და ეს შანსი ნამდვილად უნდა გამოიყენოთ. გადაცემა შენის სარკე მედეფემის ეთერში შემდეგ ოთხშაბათს დაბრუნდება ახალი საინტერესო თემით. ანუ შევხვდებით ერთმანეთს კიდევ უფრო ჯანსაღები, ლამაზები და აუცილებლად კარგით განწყობით. ტალღაზე 103. კარგად მოვალ ოთხშაბათამდე.